მოგესალმებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულება გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც ხდება, რომ ყველა ჯერზე, როდესაც ევროპელი ლიდერები იკრიბებიან და სიტყვით მშვიდობაზე საუბრობენ, საქმით მაინც ყოველთვის საპირისპირო გამოდის ხოლმე. გავიხსენოთ, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჩაშალა სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წელს. გავიხსენოთ ევროპელი ლიდერების განცხადებები რუსეთთან მიმართებით, ეგრეთ წოდებული მსურველების კოალიციის შეკრებები, სადაც მხოლოდ ულტიმატუმები ისმის და თანაც ისეთი, რომ მეორე მხარე ასეთ ულტიმატუმებს უბრალოდ არ მიიღებს. იმედია დღეს მაინც აღარ არსებობს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე კაია კალასის ან რომელიმე ანდრიუს კუბილიუსის ულტიმატუმზე არის დამოკიდებული ომის მსვლელობა და რეალობა ფრონტის ხაზზე. Deep State-ის მიზანი ის არის, რომ ომი უკრაინაში რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. ევროკავშირი კი მუდმივად იხდიდეს მილიარდებს ამ ომის დაფინანსებაში. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომით ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში არსებულ სამხედრო წარმოებებს ამდიდრებს. ამის პარალელურად ევროპას მუდმივი ომის მდგომარეობაში ამყოფებს. ეს კი ისედაც კრიზისში მყოფი გაერთიანებისთვის კოლოსალურ სამხედრო დანახარჯებს იწვევს. საბოლოოდ ისევ გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიები შოულობენ ფულს. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართველ საზოგადოებას კარგად გვახსოვს. ის იყო წლების განმავლობაში დამნაშავე და პატიმარი მიხეილ სააკაშვილის უცვლელი ლობისტი და მხარდამჭერი ევროპარლამენტში. როგორც ჩანს, დაუფასდა კუბილიუს გლობალური Deep State-ის მსახურება. ამიტომაც ევროკომისრად გადაიყვანეს ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტში. კუბილიუს ევროკავშირის თავდაცვის საკითხები ჩააბარეს და მისი პოზიციაც ასე ჟღერს, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი. ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია, ვინც ევროკავშირში აქტიურად ამკვიდრებს ნარატივს, რომ რუსეთი მომავალში ევროპის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. კუბილიუსის თქმით, გერმანიის, დანიისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ევროკავშირზე თავდასხმას 2030 წლამდე, ან კიდევ უფრო ადრე, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეძლებს და თავადაც იზიარებს ამ აზრს. ამიტომ თუ უკრაინაში მშვიდობა ან ზავი დამყარდება, რუსეთი გააგრძელებს ისეთი რაოდენობის იარაღის წარმოებას და დაგროვებას, რაც საბოლოოდ მას ახალი აგრესიის დაწყების საშუალებას მისცემს. ეს არის კუბილიუსის ციტატა და ძალიან კარგად ჩანს, რომ მიზანი არის ერთი მხრივ ომის მოწინააღმდეგეთა გაჩუმება და მეორე მხრივ ევროკავშირის ეკონომიკის მილიტარისტულ რელსებზე გადაწყობა. სათქმელი მოკლე და შემდეგია, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რუსეთი მაინც ომისთვის დაიწყებს მზადებას. ამიტომ ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს და შესაბამისად ფონ დერ ლაიენის მიერ გაჟღერებული ევროპის გადაიარაღების გეგმაც უნდა მიიღონ და 800 მილიარდი ევროს დახარჯონ. აქვე ვახსენოთ ისიც, რომ კუბილიუსი ლიეტუველია, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებული აგრესიით არიან გამორჩეული. ეს ქვეყნები სრულად იმართებიან გლობალური ომის პარტიის მიერ და შესაბამისად სხვაგანაც და ჩვენთანაც ომის გაგრძელებისა და მეორე ფრონტის გახსნის მომხრეები არიან. საქართველომ კი მეორე ფრონტზე უარი თქვა. სწორედ ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების აგრესიის მიზეზი საქართველოსთან მიმართებით. სხვათა შორის კუბილიუსთან ერთად ფონ დერ ლაიენიც ამტკიცებდა იმავეს, რომ ევროკავშირისთვის მილიტარიზაცია აუცილებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპისთვის აუცილებელია მუდმივი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიმართულებით. ეს იმისთვის, რომ ევროკავშირის მილიტარიზაცია დაჩქარდეს. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ პირველ კონფერენციაზე. ღონისძიება დახურული იყო. ფონ დერ ლაიენის სიტყვის შემოკლებული ვარიანტი ევროკომისიამ გაავრცელა. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა 6 მუდმივი სტრუქტურული პრობლემა, რომელსაც სამხედრო მრეწველობა აწყდება ევროკავშირში. ესენია მოთხოვნისა და მიწოდების ფრაგმენტაცია, ბიუროკრატიული ბარიერები, შესაბამისი ნედლეულის დეფიციტი, სამხედრო ინოვაციების დანერგვის აუცილებლობა, ფინანსებისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. მიუხედავად ამ მიზეზებისა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს ევროპული ქვეყნების სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებთან. მან ასევე განაცხადა, რომ ივნისში წარმოადგენს გეგმას იმაზე, თუ როგორ შეამსუბუქოს ევროკავშირის რეგულაციების სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიმართულებით.
ფონ დერ ლაიენმა ასევე გამოთქვა მზაობა, რომ გაგრძელდეს მუშაობა ევროპის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმაზე. ეს გეგმა ფონ დერ ლაიენის შემუშავებულია და ევროკავშირის მილიტარიზაციისთვის 800 მილიარდი ევროს დახარჯვას გულისხმობს. ამ გეგმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები ჩნდება. პირველ რიგში კი შეკითხვაა ის, თუ რაში სჭირდება ევროკავშირს ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირს ასეთი გაძლიერებული მილიტარიზაცია, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ნატოს წევრია. რატომ უნდა იხარჯებოდეს მილიარდები ევროკავშირის მხრიდან გადაიარაღებაზე მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს ეკონომიკური სირთულეები აქვთ და დაწყებული ენერგეტიკული სფეროდან დასრულებული სამანქანო წარმოებით ნამდვილად სჭირდებათ მეტი ინვესტიციები ეკონომიკისთვის. საქმეც სწორედ ეს არის. გლობალური deep state-ის გეგმა ევროკავშირის დასუსტება და მისი ყოფილ ევროპად გადაქცევაა. ეს პროცესი მიმდინარეობს ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებაზე შეტევით, რომელზეც ევროპა იდგა. ადამიანის უფლებები, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა და პირველ რიგში ევროპული იდენტობა სამიზნეშია ამოღებული. არალეგალური მიგრაციის, LGBT პროპაგანდისა და აგენტოკრატიის გამოყენებით ევროკავშირი მართვადი პროექტი გახდა. და იმისთვის, რომ ძალაუფლების ბერკეტები სულ უფრო მყარად იყოს კონცენტრირებული ბრიუსელის ბიუროკრატიისა და მისი სახით ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ხელში, უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის მილიტარიზაცია იდეალური შესაძლებლობაა. უკრაინაში ხანგრძლივი ომის მსურველების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. 2024 წელს, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა და მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს, მან ახალი ევროკომისრები წარადგინა. მაშინ განხილვის საგანი იმთავითვე გახდა ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის პოსტის შექმნა, რომელიც ლიტველმა ანდრიუს კუბილიუსმა დაიკავა. ეს თანამდებობა აქამდე არ არსებობდა. მაშინ როიტერსმა დაწერა: ევროკავშირმა წარადგინა თავისი პირველი თავდაცვის კომისარი, თუმცა მას არ ეყოლება არმია მის დაქვემდებარებაში, არ ექნება იარაღი მის განკარგულებაში და არც ბევრი თანხა საწარმოებლად. კუბილიუსს ასევე შეზღუდული იურიდიული მხარდაჭერა ექნება. ევროკომისიას არ აქვს იურიდიული მანდატი თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებისთვის, რაც ეროვნული მთავრობების უფლებამოსილებაა. და ამ შეზღუდულ პირობებში კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რისთვის დასჭირდა ევროკავშირს თავდაცვის კომისრის არსებობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანა ერთგვარი პროპაგანდა იყო, ქვეყნების დარწმუნება სამხედრო ინდუსტრიების განვითარებისთვის. კუბილიუსის მისიაა კონტინენტის შეიარაღების ინდუსტრიის გაძლიერება, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ევროპულ იარაღზე მეტი ხარჯვისა და სხვა მთავრობებთან ერთობლივი შესყიდვების უზრუნველყოფით. იარაღზე გაკეთებული აქცენტი და კუბილიუსის შემდგომი განცხადებები ცხადყოფს, რომ გლობალური ომის პარტიის გავლენა ბრიუსელში საკმაოდ დიდი და ძლიერია, ხოლო კუბილიუსი მისი პოზიციიდან კიდევ უფრო აძლიერებს deep state-ის დოქტრინას, რომლის თანახმადაც ომები კი არ უნდა შეწყდეს, არამედ უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსების კოლოსალურ ფინანსურ მოგებასაც განაპირობებს. სწორედ ომის გაგრძელების მნიშვნელობაზე მიუთითებდა ანდრიუს კუბილიუსის სკანდალური განცხადება, რომელიც გამოცემა უკრაინსკაია პრავდაში გამოქვეყნდა. თუ უკრაინაში მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, ისინი რუსები გააგრძელებენ იმ რაოდენობის იარაღის წარმოებას და შენახვას, რაც საბოლოოდ მათ ახალი აგრესიის დაწყების საშუალებას მისცემს. ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა ევროკავშირზე სრულმასშტაბიან თავდასხმამდე უფრო ახლოს მიგვიყვანს. პრაქტიკულად კი. ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვის კომისრის პოსტიდან ღიად ამბობს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა ევროკავშირის უსაფრთხოების გეგმებში არ შედის. როდესაც საქმე გლობალური ომის პარტიას და მის მიერ მართულ ბიუროკრატიას ეხება, მორალის ძებნა დროის კარგვაა. ამიტომაც უფრო საინტერესოა დრო და კონტექსტი. თუ როდის აცხადებს კუბილიუსი, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც სტამბული 2 უნდა გაიმართოს, ანუ რუსეთ-უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების წინ. მაშინ, როდესაც ომში მყოფი მხარეები ნაბიჯების გადადგმას იწყებენ დეესკალაციისკენ. სწორედ ამ დროს ამბობს თავდაცვის ევროკომისარი, რომ უკრაინაში მშვიდობა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე ომი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ევროკავშირს რამდენიმე წელიწადში შეუტიოს. გჯერათ, რომ ევროკავშირი ასეთ მოკლე დროში შეძლებს თავისი წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას. ეს დიდი ამოცანაა, ადვილი არ არის.
კუბილიუსი ერთი მხრივ უკრაინაში ომის გახანგრძლივებას ხედავს შესაძლებლობად, რომ ევროკავშირი გაძლიერდეს და რუსეთი დასუსტდეს. თუმცა იმასაც არ მალავს, რომ ეს დიდ დროს საჭიროებს. გამოდის, რომ ევროკომისარი ფაქტობრივად უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას უჭერს მხარს, რადგან ვადების დასახელებაც უჭერს. რა პერიოდით უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში? უჭირს თქვას, რა კონკრეტული ვადაა იმისთვის საჭირო, რომ რუსეთი დასუსტებულად, ხოლო ევროკავშირი გაძლიერებულად ჩაითვალოს. სინამდვილეში ისე ჩანს, რომ ეს უბრალოდ პროცესია. პროცესი, რომელშიც ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ომის ფონზე, თან პოლიტიკურ გავლენებს იმტკიცებს ევროპაში, თან მისი სამხედრო ინდუსტრია ფინანსურ მოგებას ნახულობს. და მერე რა, რომ ეს ყველაფერი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად. დასავლურ მედიაში ხშირად ვრცელდება მსგავსი ხასიათის კადრები. დასავლელი ლიდერების შეწუხებული, სევდიანი თვალები უკრაინაში ვიზიტის დროს. ხარდაჭერის გამოხატვა ჟესტიკულაციითა თუ განცხადებებით უკრაინელი ხალხის მიმართ. თუმცა კადრს მიღმა მიმდინარე პროცესები განსხვავებულ რეალობას იძლევა და ამ რეალობაში უკრაინა პაიკია, რომელმაც საკუთარი ქალაქების ნგრევითა და ადამიანების სიცოცხლით სხვების უსაფრთხოება უნდა დაიცვას. და ამ აზრს მხოლოდ კუბილიუსი არ აჟღერებს. ევროპელი პოლიტიკოსები არ მალავენ საკუთარ სურვილს, რომ მშვიდობას ომი ურჩევნიათ უკრაინაში. ევროპის მთავარი ამჟამინდელი გამოწვევაა მისი უსაფრთხოების დაცვა. ის არ გაქრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის და როგორ დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა კარგი ამბავი იქნებოდა, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ზეწოლის შესაძლებლობის მქონე კომპრომისი მხოლოდ პაუზაა მორიგი დაპირისპირების წინ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ უკრაინის პოზიციები დღეს კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე 3 წლის წინ იყო, როდესაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართულმა პოლიტიკოსებმა სამშვიდობო შეთანხმება ჩაშალეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა და ამ ვითარებაში პაუზას ნიშნავს. გამოდის, ის უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაში არ იქნება, მაგრამ პროცესი ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ ვერ ვითარდება. იგივეს იმეორებენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. მაგალითად, გერმანიის ახალმა კანცლერმა ბუნდესტაგში მის პირველ გამოსვლაში კანცლერად არჩევის შემდეგ განაცხადა. დასავლეთი ვერ შეეგუება უკრაინისთვის ნაკარნახევ მშვიდობას ან რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მიღწეულ სტატუს კვოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე თქვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა მეტი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით, რუსეთზე მეტი ზეწოლით და დიახ, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო გზის გახსნით. ევროპის უსაფრთხოება ასევე გულისხმობს ჩვენივე თავდაცვის განხორციელებას. რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხე არ გაქრება. საინტერესო დამთხვევაა, რომ ევრობიუროკრატები მაშინ ააქტიურებენ ყველაზე მეტად უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს და მაშინ ავითარებენ პროპაგანდას ეგრეთ წოდებულ ნაკარნახევ და არამდგრად მშვიდობაზე, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მცირე შესაძლებლობა ჩნდება. ასე იყო წარსულშიც, როდესაც შტატების ახალმა ადმინისტრაციამ გამოიჩინა სამშვიდობო დიპლომატიური ინიციატივები. ჯერ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა 15 თებერვალს. უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის მეშვეობით, ევროპას სურს მშვიდობა ძალის მეშვეობით. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. შემდეგ იყო ევროკავშირის ლიდერების პარიზული სამიტი და გამოქვეყნდა მათი საერთო პოზიცია, სადაც ნათქვამია. თუ დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდებით სრულყოფილი შეთანხმების გარეშე, ეს იქნება მხოლოდ დროებითი შეჩერება, რომელიც რუსეთის მომავალ აგრესიას შეუწყობს ხელს. უკრაინის გამარჯვება არის ევროპის სტაბილურობის გარანტია. მაშინ ასევე დანიის პრემიერ-მინისტრმაც ყოველგვარი ქარაგმების გარეშე პირდაპირ განაცხადა. არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან, ამიტომ ძალიან მარშფოთებს სწრაფი ზავის მიღწევის იდეა, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს უფრო ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის. პარიზის სამიტის შემდეგ ლონდონში გაიმართა შეხვედრა. ეს მას შემდეგ, რაც ზელენსკი ტრამპს შეხვდა და ამერიკული მხარე ღიად და საკმაოდ ხისტად ითხოვდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთ-უკრაინას შორის. ბრიუსელში გადაბარგებული გლობალური ომის პარტია სამშვიდობო ინიციატივებს მაშინ სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით დაუპირისპირდა. უკრაინა ფაქტობრივად უნდა გადაიქცეს ჯავშნიან ზღარბად, რომელიც ნებისმიერი დამპყრობელისთვის მოუნელებელი იქნება. კარგი შეხვედრა იყო, ძალიან კარგი. აშკარად ჩანს, რომ ევროპული ქვეყნები უფრო აქტიურად ერთვებიან უკრაინის დასახმარებლად. პირველ რიგში იმ მიზნით, რათა უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები ომის გაგრძელებისთვის, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს ვაცხადებ ახალ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას გადაეცემა მილიარდი ფუნტის მოცულობის UK Export Finance-ის დაფინანსება 5000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად, რომლებიც ბელფასტში დამზადდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობების პარალელურად, როდესაც ის სამშვიდობო შეთანხმების მომზადებას ცდილობდა ომის დასასრულებლად, აპრილის თვეში კვლავ ევრობიუროკრატია ჩაერთო საქმეში და ამჯერად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც დაიწყებს დიალოგს, თუმცა მთავარი ის კი არ არის, როდის და ვინ ილაპარაკებს. არამედ რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით. ახლა პუტინთან დარეკვის დრო არ არის. იგივე ხასიათის განცხადება მოვისმინეთ კიდევ უფრო ადრე პოლონეთის პრეზიდენტისგან. არ შეიძლება მშვიდობისთვის სწრაფვა ნიშნავდეს უკრაინის ინტერესების უგულებელყოფას. თუ ახლა შევაჩერებთ ბრძოლას, რუსეთი მომავალ წლებში უფრო გაძლიერდება. უკრაინის წინააღმდეგობა ეს პოლონეთის და მთელი ევროპის თავდაცვაც არის. ევრობიუროკრატია ფაქტობრივად ღიად აცხადებს, რომ უკრაინაში გაგრძელებული სისხლისღვრა მათი მშვიდი ძილის საწინდარია. მეორე მხრივ კი მიმდინარე ომი ოლიგარქების არაფორმალურ მმართველობას დაქვემდებარებული პოლიტიკოსებისთვის საზოგადოების დაშინებისა და საკუთარი პოზიციების გამყარების შესაძლებლობასაც იძლევა. სრულიად საპირისპირო ხდება ყოველდღიურად. კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი, კიდევ უფრო მეტი ნგრევა, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია. ევროპას მშვიდობის დაბრუნების ეშინია, რადგან მშვიდობის დაბრუნება ასევე ნიშნავს საზოგადოების ყურადღების დაბრუნებას იმ კრიზისებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებში დუხს. ის რომ ევრობიუროკრატია ერთი მხრივ ომის გაგრძელებას უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი შიშის პოლიტიკით ცდილობს საკუთარი ამორალური ქმედებების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებას, ამაზე მიუთითებს ანდრიუს კუბილიუსის კიდევ ერთი განცხადება უკრაინსკაია პრავდასთან, როდესაც ის უკრაინაში ომის გაგრძელებაზე, როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიაზე ამბობს. საქმე იმაშია, რამდენად შეშინებულნი არიან ადამიანები იმით, რომ პუტინი ევროკავშირს თავს დაესხმება, რა თქმა უნდა, ეს ცნობიერება რეგიონების მიხედვით განსხვავდება. აღმოსავლეთ ევროკავშირის ქვეყნები განსაკუთრებით ბალტიისპირეთი ამას უკეთესად ხედავს. კუბილიუსი თავადაც ბალტიისპირელია, ლიტველი და ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ განსაკუთრებით ლიტვა, ლატვია, ესტონეთის ინტერესებშია რუსეთი მუდმივად ომებში იყოს. Deep State ბალტიისპირეთს სრულად აკონტროლებს. შესაბამისად, სწორედ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურობენ და ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად მხარს უჭერენ ომის უბადოდ გაგრძელებას. მათ საკუთარი შიშებიც აქვთ, რადგან საზღვარს იყოფენ რუსეთთან. ამგვარად, როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის გეგმების განსახორციელებლად, ბალტიელები საუკეთესო კანდიდატურები არიან და ალბათ შემთხვევითიც არ უნდა იყოს, რომ ახლად დამტკიცებულ ევროკომისიაში თავდაცვის კომისარი ლიტველი კუბილიუსია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ესტონელი კაია კალასი. ერთი ევროკავშირის სამხედრო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, მეორე კი საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებაზე. ორივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიისთვის. შესაბამისად, ბალტიისპირელი კუბილიუსიცა და კაია კალასიც ომის გახანგრძლივებას ლობირებენ. კუბილიუსი თუ ამბობს, რომ უკრაინაში ომი ევროკავშირის უსაფრთხოებას განაპირობებს, კაია კალასი მუდმივად საბოტირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას, ანუ ომის პოტენციურად შეწყვეტის შესაძლებლობას. ნაჩქარევი მცდელობა უკრაინისთვის ცუდად დასრულდება. მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორ მოვიქცეთ. გვმართებს ვიყოთ ძლიერები. აქ ხომ ყველაფერი ცხადია. ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებულად აქტიურობენ, რომ უკრაინაში ომი გრძელვადიანმა მშვიდობამ არ შეცვალოს, რადგან საკუთარ სიმშვიდეს სხვების დაღვრილ სისხლში ხედავენ. ეს ხომ ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ინდულის კრეკისმა პირდაპირ აღიარა. არსებობს მრავალი ფაქტორი. ვარაუდობ, რომ 5 წელიწადში ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ, რომ რუსეთი მიაღწევს დონეს, რომელზეც ის ეცდება თავისი განზრახვის განხორციელებას, ვიდრე რუსები უკრაინაში იბრძვიან ლატვიის საზღვარზე, შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევრობიუროკრატების განცხადებები და განსაკუთრებით ბალტიისპირელების პოზიციები ომის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ მათი ხელით ცდილობდა Deep State საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ბალტიისპირელი პოლიტიკოსები ღიად და დაუფარავად უპირისპირდებიან საქართველოში ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და მშვიდობას იცავს, ხოლო ლობირებენ იმ ურეიტინგო ჯგუფს, რომლებიც 2022 წელს ომის დაწყებისთანავე მზად იყვნენ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. დიახ, ომი მინდა. და რა, მე ომის პარტია დამიდახო, ჩემი ქვეყნისთვის ომის მოსულა, კი, მოსულა. შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ ხვას. ბევრი ვაპირებთ ომს. რატომ? როგორც დღეს ირკვევა საკუთარი ნგრევით საქართველოს, იმ ქვეყნების სიმშვიდე რომ უზრუნველეყო, ვინც დღეს მშვიდობის არჩევანს არ გვპატიობს და ასეთები გამორჩეულად სწორედ ბალტიელები არიან. ყველამ უნდა ვიცოთ, ბალტიის პოლიტიკური ელიტა აქვს გარკვეული ისტორიული თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით. და ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშს თვალებში ჩახედონ
გაიმართონ და იბრძოლონ. ნაცვლად ამისა ეძებენ პროქსიებს, რომლებიც აარიდებენ თავს მათ იმ რისკებს, რომლის მიმართაც მათ თავისი შიშები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყუდროდ არიან მოკალათებული ნატოს ბირთვული ქოლგის ქვეშ. ზუსტად ამიტომაც არის ჩვენ ლატვიის, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის განსაკუთრებული აგრესიულობა ქართული ხალხის მიმართ, იმიტომ ქართულმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს. მათ თუ თავის შიშები აქვს, წელში გაემართონ, ამ შის თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას იმისთვის, რომ ის მიუგდონ, ასე ვთქვათ, რუსეთს საჯიჯგნად და თავად და გადაატანინონ ყურადღება რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე. დიახ, სწორედ ეს სურვილი ამოძრავებდათ და ამიტომაც ვიხილეთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უპრეცედენტო მასშტაბის მცდელობები, რომელიც ხან უსაფუძვლო რეზოლუციებით გამოიხატებოდა, რომლის ავტორებიც ძირითადად ბალტიელი ევროპარლამენტარები იყვნენ. ხან ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობით, სადაც ასევე ბალტიის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები აქტიურობდნენ. ხან ხელისუფლების სანქცირებით, ასევე გამორჩეულების სწორედ ლიტვა, ლატვია, ესტონეთის სამეული იყო. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ქართული მშვიდობა ბალტიის პირულ ძილისპირულს აფრთხობდა. ასე რომ, როდესაც თავდაცვის ევროკომისარი ამბობს, თუ უკრაინაში მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, ისინი რუსები გააგრძელებენ იმ რაოდენობის იარაღის წარმოებას და შენახვას, რაც საბოლოოდ მათ ახალი აგრესიის დაწყების საშუალებას მისცემს. ეს მხოლოდ ორ რამეს ნიშნავს. პირველი, უკრაინაში ომი უნდა გაგრძელდეს და მეორე, ომის ახალი კერების გაჩენა კიდევ უფრო გაზრდის ევროპის უსაფრთხოებას, რადგან კუბილიუსის აზრით, რუსეთს სხვა საქმეებით მოუწევს დაკავება. მერე რა რომ ომებს ხალხი ეწირება. ისინი ხომ სხვა ხალხია, ევროკავშირის მიღმა მყოფი საზოგადოება, როგორც ყოფილმა ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა შეაფასა ჯუნგლები. ნატოს სამხედრო კომიტეტის უფროსი ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე ევროკავშირის მილიტარიზაციასა და მომავალი პოტენციური ომისთვის მზადებას ადარებს ვაქცინაციას, რომელიც აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად მსოფლიოში. ასეთი მილიტარისტული განცხადებები კიდევ ბევრია ევროკრატების წარმომადგენლებში, მაგრამ სათქმელი ნათელია. უკრაინაში სამშვიდობო პროცესი და ომის დასრულება გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არ შედის. პირიქით, ეს ომი იდეალური შესაძლებლობაა, ევროკავშირი სრულად ცენტრალიზებული იყოს ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელში და აკეთებდეს იმას, რასაც გარედან დაუკვეთავენ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. ვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.